მე მინდა განსაკუთრებით მივმართო იმ პატიმრების მშობლებს, ვისაც 2006 წელს ეგრეთ ჭყალებში ციხის ბუნტის დროს შვილები დაუხოცეს. გივი მიქანაძე. აი ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა მაშინ იუსტიციის სამინისტროში სასჯელ ასრულების დეპარტამენტს. იყო მინისტრის მოადგილე და პასუხისმგებელი პირი პატიმრების უფლებებზე და დაცულობაზე. ეს ადამიანი, რომელმაც აი ეს მოაწყო 2006 წელს ციხის ჭყალებში ბუნტი და ხალხი დახოცეს, დღეს ეს ადამიანი ზის საგამოძიებელ კომისიაზე არა როგორც თქვა დასაკითხი პირი, რომლის დროსაც ადამიანები დაიხოცნენ, აი ესე ავტომატებს ყოფდნენ საკნებში და ისე ისროდნენ და ეს ადამიანი იყო მაშინ ამათი ხელმძღვანელი. არამედ ზის რომ რაღაცა 2012 წლიდან რომელიც ბოლომდე რაღაცა არ ვიცი 2016 წლამდე ნაციონალურ მოძრაობას აძლევდა ხმას, ხო? ეს ადამიანი დღეს ახალ მოწმედ გვევლინება. მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ნაცების დიპლომატი. მთელი ცხოვრება ადამიანი, რომელიც იყო ნაციონალურ მოძრაობის სისტემის ნაწილი, დიპლომატი, არაფერი სალომე სამადაშვილის მოადგილე იყო წლების განმავლობაში. როდესაც სალომე სამადაშვილი იყო ნაციონალურ მოძრაობის აქტივისტი. წარმოგიდგენთ ეს ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება მავნებლობდნენ, მთელი ცხოვრება არიან დაკავებული მლიქნელობით, ოღონდ რაღაცა სისტემას მოევლო. არ გამოვა ეს სისტემა დიდხანს ვერ გაძლევს. რაც არ უნდა დიდი პირი გააყოს და რაც არ უნდა გაუმაძღარი იყოს ეს რეპრესიული მანქანა, ეს ადრე თუ გვიან ჩამოიშლება, ჩამოინგრევა და განსაკუთრებით ამ ადამიანების ისინი ვეღარ მოახერხებენ პორტირებას ვერსად.